საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთის ფედერაციასთან და რაიონულ მუნიციპალიტეტებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გამართა, სახელწოდებით სამინისტროს თასი. ტურნირში, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართება, ჭიათურის მუნიციპალიტეტის 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თამაშები იაშვილის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურ საფარიან სტადიონზე 8 მაისიდან დაიწყო. ფინალში ერთმანეთს ხრეითის ტერიტორიული ორგანოსა და ჭიათურას ფეხბურთელთა გუნდები შეხვდნენ. დაიწყო 8 მაისს და ხარდება დღეს 25 მაისს. ფინალში მონაწილეობას იღებს ხრეითის საკრებულო და ქალაქის საკრებულო. თამაშის დასაწყისში ხრეითის ფეხბურთელთა გუნდი ლიდერობდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ჭიათურამ ზედიზედ 2 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმიც დაძაბულად წარიმართა. ქალაქის ნაკრებმა გუნდმა კიდევ 3 გოლის გატანა შეძლო. ფინალური შეხვედრა საბოლოო ანგარიშში 5-3 ჭიათურას სასარგებლოდ დასრულდა. ფინალურ თამაშს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ჩიკვილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამარჯვებულ გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული თასი მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადასცა. შესანიშნავი თამაში იყო, უბრალოდ ძლიერმა გაუმართლა ქალაქის გუნდს და მისასალმებელია, რომ ორივე გუნდი სოფელი ხრეითიც მოთამაშეები ძალიან კარგად თამაშობდნენ და უბრალოდ საწყენია დასანანია, რომ შესაძლებელი იყო, რომ მეორე მხარეს გადატეხილიყო თამაში, მაგრამ უბრალოდ შემთხვევითობამ თუ ძლიერებამ გაიმარჯვა და ესე იგი მოიგო ქალაქის გუნდმა. და მიულოცა, რა, უბრალოდ ორივე გუნდს მინდა მიულოცო, იმიტომ რომ პირველი მეორე ადგილი ქალაქის ფინალი იყო მაინც. რაკია უბრალოდ განსაკუთრებული დღე იყო და მინდა ყველას მიულოცეს და მეორე ადგილით საპატიო ადგილი არის 16 გუნდში რომ მოხვდები და გახვა. გათამაშებაში საუკეთესო სპორტსმენებიც გამოვლინდნენ. საუკეთესო გამთამაშებელი ზაზა ფხალაძე, საუკეთესო ფეხბურთელი გიგა კიკვიძე, საუკეთესო მეკარე ზურაბ გუჯაბიძე, საუკეთესო ბომბარდირი დავით რობაქიძე და ტექნიკური მოთამაშე გიორგი შუბითიძე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშება მინი ფეხბურთში საქართველოს ყველა ქალაქში ჩატარდა. ქალაქებში გამარჯვებული გუნდები რეგიონალურ პირველობაზე იასპარეზებენ. შესაბამისად, ჭიათურა იმერეთის რეგიონის ქალაქებში გამარჯვებულ გუნდებს შეხვდება. საკმაოდ დაძაბული ფინალი გამოვიდა. მგონი ღირსეული ჩემპიონი ყავს ეს ჭიათურას. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა. ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია მეტოქემ და საკმაოდ კარგი თამაში ეხინა მაყურებელმა და შევეცდებით, რომ იმერეთის რეგიონში წარმატებით გამოვიდეთ და ვასახელოთ ჩვენი ქალაქი. რეგიონებში გამარჯვებული გუნდები საქართველოს პირველობისთვის იასპარეზებენ. ტურნირის დასკვნით ფინალურ ეტაპზე ჩემპიონის გამოსავლენად საქართველოს მასშტაბით 14 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 5000 ლარით, თასით მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვებს. დაჯილდოვდებიან მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებიც.